ხვიჩა კვარაცხელიამ და ფედე ვალვერდემ გუშინ ღამე ჩემპიონთა ლიგა გააცოცხლეს და უწყარი საფეხბურთო საღამო უამრავი გოლით. კვარაცხელიას კომენტარი დუბლის შემდეგ რა ემოციებს განიცდის ქართული ფეხბურთის იმედი. კვარაზე ასევე ლუის ენრიკემაც ისაუბრა. ფედე ვალვერდემ მინდორზე ცეცხლი და ანთო. მადრიდის რეალმა სიტი გაანადგურა. სანამ ვიდეოზე გადავალთ, შეამოწმეთ გამოწერილი გაქვთ თუ არა არხი და ასევე დაალაიქეთ ეს ვიდეო. თქვენთვის ეს უმარტივესი ხელის ორი მოძრაობაა. ჩვენ კი ძალიან დაგვეხმარებით და მოტივაციას მოგცემთ. კომფორტულად მოკალათდით. ეს არის არხი Footvision. დავიწყოთ. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარის სენ-ჟერმენმა ჩელსის უმასპინძლა და 5-2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მატჩში მეორე ტაიმში იმ დროს ჩაერთო, როცა ანგარიში ტაბლოზე 2-2 ფიქსირდებოდა. პარიზელთა მხრიდან გოლები ბარკოლამ და დემბელემ გაიტანეს, ჩელსის მხრიდან კი გუსტომ და ენცო ფერნანდესმა. 62 წუთზე მოედანზე კვარა გამოჩნდა და სულ მალევე ვიტინიას საგოლე პასი გაუკეთა, თანაც ისეთ სიტუაციაში, სადაც თვითონაც შეეძლო დარტყმა და დიდი ალბათობით გაიტანდა კიდეც, მაგრამ ქართველმა მოახერხა და ყველანაირი ეგო გადაყლაპა. ამან კი გვაჩუქა მშვენიერი გოლი. 86 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა შედევრი შექმნა და ჩელსის კარი შორეული ყომბარისებული დარტყმით გახვრიტა. ამის შემდეგ არისტოკრატებმა ჩამორჩენის შემცირება სცადეს და შეტევაში გადავიდნენ, რა დროსაც კონტრშეტევა გამოეპარათ და ჰაკიმის დიდებულ პასს ხვიჩა კვარაცხელია დახვდა. ჩელსის დუბლი შეუსრულა და რა თქმა უნდა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ცუდ ფორმაში ვიყავით, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზია. ქონდა პრობლემები, რომლებიც აღმოვხვერით. მომწონს ის ფაქტი, რომ ჩემი გუნდის ირგვლივ ყოველთვის ხმაურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი გუნდი მყავს. კრიტიკა ზოგადად ნორმალურია და ეს უნდა მივიღოთ. არავინ საუბრობს ჩვენ ფიზიკურ მდგომარეობაზე. როდესაც ამ ხრივ პრობლემები გქონდა, ყველა ამას განიხილავდა. რთული ახსნა რა მოხდა მატჩში, მთავარია ჩვენ გავიმარჯვეთ. ისეთ ფორმაში ვართ, რომ 90-ე წუთზე გოლის გატანა თავისუფლად შეუძელით. რთული მომენტები გქონდა, მაგრამ სტადიონზე ატმოსფერო წარმოუდგენელი იყო. როგორი თამაშიც არ უნდა გქონდეს ბოლომდე ვიბრძვით. ჩვენ ისეთი გუნდი ვართ, რომელიც არასდროს ჩერდება. შედეგი შესანიშნავია, თუმცა ჯერ საპასუხო მატჩიც გვაქვს სათამაშო. მსგავს შეხვედრებში უკვე ბევრჯერ გვითამაშია და ასეთ სიტუაციებს მიჩვეულები ვართ. ყოველ ჯერზე, როცა მეტოქი ანგარიშს ათანაბრებდა, ჩვენ მაინც ჩვენ თამაშს ვაგრძელებდით. საპასუხო მატჩის მოგებასაც ვეცდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება. კვარას სკამზე დატოვება? ყველა ფეხბურთელისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვეძებ. მატჩი რომ ახლა იწყებოდეს, იგივეს გავაკეთებდი. მატჩის დასრულების შემდეგ პოსეჟეს 7-იანმა კომენტარი გააკეთა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩელსის მოვუგეთ, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან. ამ მატჩში კმაყოფილი ვარ. ბევრს ეგონა, რომ პოსეჟი ამ დონეზე დაბრუნებას ვერ შეძლებდა? კი, მაგრამ ჩვენ მაინც პოსეჟე ვართ. ვფიქრობ დღეს დავამტკიცეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ. 2 გოლი გავუშვით და ჩვენი შეცდომები აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ. თუმცა ბედნიერები ვართ, რომ 3 გოლით მეტი გავიტანეთ. ახლა კი ყურადღებას შემდეგ მატჩზე გადავიტანთ. შეგახსენებთ, რომ კვარამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი დაუგროვდა. ქართველი ფეხბურთელის აქტივში ასევე 4 საგოლე პასია. მას მხოლოდ 2 გოლი აშორებს იმას, რომ ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გადაინაცვლოს. პირველ ადგილზე არის კილიან მბაპე, რომელსაც 13 გოლი აქვს, მეორეზე გორდონი ნიუკასლიდან, რომელსაც 10 გოლი დაუგროვდა და მესამე ადგილს ჰარი კეინი იკავებს 8 გოლით. ნახოთ იმედია შემდეგ თამაშებში კვარაცხელია კიდევ უფრო გაგვახარებს და შეძლებს ამის გაკეთებას. როგორც იცით, ბევრი რამ იწერება ბოლო დროს იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ ლიგის გუნდები სერიოზულ ინტერესს გამოხატავენ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართულებით. ესენი არიან მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი, პირველ რიგში ეს ორი გუნდი. და როგორც ჩანს, ინტერესი ძალიან დიდი და სერიოზულია და ისინი ნამდვილად აპირებენ რაღაც ნაბიჯების გადადგმას კვარასთან დაკავშირებით. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები. რა იქნება უკეთესი, კვარაცხელია დარჩეს პარიზში, სადაც ახლა უკვე სერიოზული როლი აქვს, ბევრი დამსახურება და მიღწევა.
თუ გადავიდეს პრემიერ ლიგაში, რომელიც ашკარად ბევრად უკეთესი ლიგაა ვიდრე ლიგა 1. თუმცა მხოლოდ ღმერთმა იცის რა შეიძლება მოხდეს მანდ და როგორ შეიძლება განვითარდეს მისი კარიერა. ყოველ შემთხვევაში მე პირადად მჯერა რომ კვარა სადაც არ უნდა გადავიდეს, ყველგან უმაღლეს დონეზე ითამაშებს. ეს იქნება პრემიერ ლიგა, ლა ლიგა თუ ნებისმიერი სხვა ლიგა. ამან ეს უკვე დაგვიმტკიცა, რადგან გადავიდა სერიაში და პირველივე თავის სეზონში ყველა გააოგნა და შეძლო სკუდეტოს მოგება. გადავიდა პარიზში და მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა პარიზისთვის თითქმის მიუღწეველი ჩანდა. კილიან მბაპე ზუსტად ამიტომ გადავიდა პარიზიდან, რომ ვერ შეძლო ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაწერეთ, რას ფიქრობთ, კვარაცხელია უნდა დარჩეს თუ უნდა გადავიდეს. ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც ჩემპიონთა ლიგა რეალის ტურნირია. სამეფო კლუბმა წამყვანი ფეხბურთელების არ ყოფნის მიუხედავად პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი საკუთარ მოედანზე გაანადგურა და განმეორებით მატჩის წინ სოლიდარული უპირატესობა მოიპოვა. სანტიაგო ბერნაბეუზე ფედე ვალვერდეს ბენეფისი ვიხილეთ. ალვარო არბელოამ ტრაუმებით გამოწვეული პრობლემების გამო გადახალისებული შემადგენლობა დააყენა. ძირითადში ვიხილეთ 18 წლის ტიაგო პიტარჩი. ასევე შემადგენლობაში გამოჩნდა ფერლან მენდიც. შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო. ქალაქელები ხიფას ფლანგებიდან ქმნიდნენ. გვარდიოლას ვერტიკალურმა სისტემამ არ იმუშავა. მადრიდელებმა ნელ-ნელა უპირატესობა მოიპოვეს, აი მე-20 წუთიდან ფედე ვალვერდეს შოუ დაიწყო. ჯერ იყო და ურუგვაელი ტიბო კურტუას გრძელი პასის შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა და ლამაზი გოლი გაიტანა. შემდეგ ვინისიუს ჯუნიორის პასით ანგარიში 2 ბურთამდე გაზარდა. მან ტაიმის ბოლოს ბრაჰიმ დიასის ეფექტური გადაცემით ისარგებლა და ჰეტრიკი შეასრულა. სამივე ერთმანეთზე მაგარი გოლი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალის კაპიტანს კარიერაში ყველაზე გამორჩეული მონაკვეთი ჰქონდა. რეალმა კი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ნახევრის სტარტზევე რეალს ხვაობის 4 ბურთამდე გაზრდის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. ვინიმ პენალტი მოიპოვა, მაგრამ 11 მეტრიანი ნიშნულიდან გოლის გატანა ვეღარ შეძლო. დარჩენილ დროში სტუმრებს გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ კურტუა დამაჯერებლად თამაშობდა. საბოლოო დარჩენილ დროში არაფერი შეცვლა. ამ წყვილში განმეორებით შეხვედრა უკვე 18 მარტს სიტის სტადიონზე შედგება. პეპი და კომპანია რთული მისიის წინაშე არიან. იმედია წლევანდელ სეზონში ბევრი ესეთი სანახაობრივი მატჩის ყურება მოგვიწევს. ასევე იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ და თქვენთვის რაღაცა საინტერესო გაიგეთ. თუ ასე, აუცილებლად დააჭირე ლაიქის ღილაკს და გამოიწერე არხი. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.